ზვიად ცეცხლაძეს საზოგადოება უკვე ბევრი წელია იცნობს როგორც ბათუმელ აქტივისტს, რომელიც სამშობლოს ღირსებას განსაკუთრებულად მედგრად იცავს და დაგვამახსოვრა თავი ჩაქვში, როდესაც მან რუსული დროშა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზვიადის ოჯახში, მის დედასთან, ქალბატონ ნარგისთან. ქალბატონ ნარგის, აი რო გაიხსენოთ ეს პირველი დროშის ჩამოხსნა, სად იყავით თქვენ მაშინ და როგორი რეაქცია გქონდათ ამაზე? ელოდებოდით თუ არა ამას ზვიადისგან? როგორ არ ველოდებოდი, მაგისგან არ ველოდები უმოქმედობას თუ არა, ასეთ რაღაცებს, მაგი იყო, მე რამდენი უკვე იქამდე რაღაცა სადგურში იყო, სიმბოლო ჩამოხსნეს, კიბით მიდის მის გვერდზეც უდევს. მერე თბილისში ნახა ურო დაიგი და ისეთები გამოჭრა, აი გერ კედელზე რომ არის და ისენი მიაწება. მაიყო მესამე მცდელობა სავარაუდოდ. ხო, მაგრამ აი ამ აქტიურობის მიუხედავად, ხო, როგორც ვისაუბრეთ, მე-9 კლასიდან ძალიან აქტიური იყო, ლექციებს უკითხავდა პატრიოტიზმზე, მის თანატოლებს, სახლში ქონა მოწყობილი თავის ოთახში ეს რაღაცა კუთხე, ასე ვთქვათ. თუმცა აი ელოდებოდით თუ არა იმას, რომ იმ ბრალდებით დააკავებდნენ, რა ბრალდებითაც დააკავეს. აი ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგის გარდა, აი ზვიადი თუ პატიმარი იქნებოდა ვერანაირად. ბოლო ერთი თვის შუალედში შიგადაში ზვიადი მეუბნებოდა რომ მე დამიჭერენდედა და ფსიქოლოგიურად მამზადებდა რომ მზად ყოფილიყავი და არ მენერვიულა. ბოლო ერთი თვე უკვე თვითონ მეუბნებოდა თუ რა მე მაინც არ მჯეროდა რა თქმა უნდა. ეგეთი ლოგიკით თუ ეს სიტყვა არის არანდარღვება ილია ჭავჭავაძის სიტყვების დაწერა სოციალურ ქსელში მაშინ სამართალ დაგმოვა უნდა იყოს სადაც ის ამბობს რომ სიტყვა რევოლუციის ნუგეშინია კითხველოდა რიგი დასაბუთება თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ სიტყვის. გავიგე რომ ზვიად გამსახურდია საპატივცემლოდ დაარქვით ეს სახელი, აი რო გაიხსენოთ. აი სანამ გავიგებდით და აღმოჩნდა რომ უკვე ორი იყო დატყუპები, იმ წუთში მეუღლე აი არც კი უფიქრია ზვიადი და მერაბის სახელი. ანუ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელი, არც კი შევწინააღმდეგები ვარ იმდენად ეს მესმოდა ახლა სახში და საცხამი ხვალ მაგენის წიგნი, ისტორია, ფოტოები. თქვენი მეუღლე ბატონი ზურაბი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. მამამთილიც ჰელსინგის წევრი იყო. ერთი სიტყვით მარტო მეუღლე კი არა, მისი ძმებიც, ახლობლები და ამიტომ მუცელშივე დავარქვით ერთს ზვიადი, მეორეს მერაბი და სამწუხაროდ ერთის სახეზე აღარ ყავდა და დაარქვა ზვიადი. აი როგორი ბავშვი იყო? სულ პატარა თუნდაც. რა ინტერესები ჰქონდა? ძალიან ტკბილი შვილი იყო, აი სრულად რომ ვთქვა, არ იყო რთული ბავშვი. უმიზედოდ უფლებას არ მოგცემდა რომ მე საყვედური მეთქვა. პატარაც კი, იმ წუთში არაფერს მეტყოდა და რომ დამშვიდდებოდი ან რამაც, დედა დაჯექი რა იყო. თქვენ ქალბატონო, არასწორად მომეცით შენიშვნა, ახლა ბოდიში უნდა მომიხადო. ცოტა გამიკვირდა, არ ველოდი. აი მერე ზურამ თქვა ჩვენ განსხვავებულ ბავშვთან გვაქვს მგონი ურთიერთობა და რაღაცები დასალაგებელი გვაქვს. ცოტა ხმაურიანი საუბარი, ხმამაღალი საუბარი ვიცით და მეუღლეს პროფესიით იურისტია, ხანდახან ნერვები მოშლილი მოდის და ტელეფონზე ლაპარაკობს ხმამაღლად. მამა ტონს დაუწიე სახში, ესეთი საუბარი არ შეიძლება, შემოსლამდე უნდა დამშვიდდე. ნერვები დაიწყნა, რომ იმიტომ დედაც იცი რამდენი საქმე აქვს სახში, შენი ნერვები ეს ვირიშვილი ეს რა ხელა იყო? ამ დროს 5 წლის. ხმასაც კი არ მაღებინებს ბავშვი, ყუყურ ერთი ამასო. პირველ კლასში რო შევიყვანეთ, ფსიქოლოგმა შეამოწმა და მესამე კლასის აზროვნების განვითარება აქვსო. ასაკს ასწრებდა ყოველთვის მისი განვითარება. ამიტომ მაგ მხრივ და ძალიანაც აღარ მეწოდება, იმიტომ რომ თვითონ ამბობს რომ არ გაბედო შემიცოდო, არ გაბედო და მომშვიდო, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ სტილის ადამიანი
სუსტი არ არის რა. და ხანდახან ეგ მაშინებს. არც შიში არ აქვს, არც თქმა, რისი თქმაც უნდა ითქვას. ზედმეტად თავდაჯერებული და გაბედული ბიჭია. ამ დროს მშვიდიც. არც ზედმეტად ემოციური. მივდგივართ პარკში და გადავხადოთ რუსული დროშა. რაც მომიყევით ქალბატონ ნორგის, გასაკვირი არ არის, რომ როგორც პატრიოტი ისე გაიზარდა ზვიადი, თუმცა მაინც საინტერესოა, რამდენი წლიდან გამოავლინა ეს რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება, სამშობლოს სიყვარული და ეს რაღაცნაირი პატრიოტიზმი. ეს გამოავლინა, აი თავისით დახატავს ლექსებს წერს, იცი რა ლექსები ვნახეთ, ამის წინ მეუღლე რაღაცას ათვალიერებდა და იმდენი ლექსი აქვს და ისეთი პატრიოტული, რომლის გარეშე ვერ იგივქენით, ვერ მოусმინეთ და ესენი ზვიაც რო უთხარი გუშინ დედამაგენი აღარ მახსოვს. ლექს დაწერდა, დადებდა, მე არ ახსოვდა და ზურა იღებ ამ ლექსებს აგროვებდა და ინახავდა. ხო, და ინახავდა და ბევრი ლექსი არც იცის მისი, რომ მოთხრობებს წერდა. განსაკუთრებით თემას რო დაწერდა სკოლაში, მისი მასწავლებელი ტაშით, მთელი კლასი აჯილდოვებდა. ზვიადის თემა იყო ყოველთვის განსხვავებული და ისეთი უხარო და რაღაცაო ამბავში ხედავ სხვასო, აღნიშნავდა ხშირად მაგას. რამწყინს იცი ერთჯერ შემხდა ადამიანი და ტერორისტათო გაზარდეო და აი ისეთები მითხრა და უცებ ვერაფერი ვერ ვთქვი და კადრები ავიღე და ვაჩვენე მისი დიპლომები და მისი კუთხები, აი ესეთი რო აქვს და ამაზე ამბობ ესეც მეთქი, არ გცხვენია. მე ვფიქრობ მაგაზე გული არ უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ არსებობენ პროვოკატორი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ დააბრალონ ადამიანებს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მართლა იმ ადამიანებს არ შეუძლიათ. რასერჩითო რუსებმა რა დაგიშაო და აი მეთქი всё, თქვენთან აზრი აღარ აქვს ლაპარაკს. ეს რო თქვა აზრი აღარ ქონდა იმათთან კამათი დავასრულე. რა თქმა უნდა, ესეთ ადამიანებთან არ გესაუბარი. Абхазия и Самачабла это Грузия. Крым и Донбасс это Украина. Танцавай, кай загერა მომამითხარ. სკოლაშიოდეო ვერ ვამჩნევო ბავშვებსო. დიდ სიყვარულსო, პატრიოტულსო და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამბებზეო. რამოდენიმე მეგობარი რომელიც ყავდა, ერთ-ერთი თემოთ არიელაძეა, გეცოდინებათ ხშირად არის ტელევიზორში. ეს თემოთ არიელაძე ერთმა მისმა მეგობარმა შენაირი აზროვნების არის ზვიადო და აგენმა შეკავშირდნენ კიდე იმანის და რამოდენიმე რო გახდა ესეთ რაღაცებს მაშობოდნენ რომ გავაღვიძოთ ქართული სული და შედეგიც მიიღეს სხვათა შორის. არ მეგონა რომ პირველი აქცია ჩაატარა, მეუღლე ამბობს რომ ვინ გავაო ახლა ვინ იცნობს ზვიაცო და იქ ხალხი გავიდა. აი გაოგნებული ვიყავით რომ პირველად დაანონსა ბავშვმა და ვიდეოებიც არის რამდენი ხალხი მიყვება ზვიაც აქციაზე. მე გმირთა მემორიალთან მივა, იქ ყვავილებს მიუტან საპატივცემულოდ, რაღაცა სიტყვასაც ამბობს და იქედან იცის უკვე ხალხმა და მე რუსული გემი რო შემოვიდა, მაგ გააპროტესტა. ისტორიის მასწავლებელმა მითხრა კიდე დამიბარა ზვიაცო კითხვას რომ დავსვავ მეშინია ზვიად ცეცხლაძე გაჩერდი აი სხვები ვერ ასწრებენ პასუხს და იმედენად ბევრი იცის რომ გეხვეწებით უთხარით აღარ წაიკითხოს მეთქი მე რა დროს ვნახე ამან წაიკითხა არ ვიცი მეთქი ეს რა დროს იღებს ამ სწავლას მე რომ გონია რომ ტელეფონში თამაშობდა თურმე ეს ისტორიებს ყვებო კითხულობდა და არასდროს არ მithქვავს ზვიადისთვის დაჯექი და ემეცადინე. არასდროს არ მithქვავს. ასეთ ახალგაზრდას აბრალებენ აი ასეთ საშინელ ბრალდებას, რომელიც არ ვიცი მე მახსოვს მისი გამოსვლა სასამართლოზე
წარმოუდგენელი, მართლა ყოველად წარმოუდგენელია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს ამ ქვეყანაში და ყველა ის რეჟიმის პატიმარი, ვინც არის, აუცილებლად გამოვა თავისუფლებაზე. ზედი გუში ვნახეთ ციხეზე. როგორ არის? ხნედ არის, ხო? ძალიან გაზეთი გამოუშვა. საკანინო მერე ასეთი. საკმაოდ საინტერესო გაზეთი გამოუშვიო. იქ აღვწერ ყველაფერსო, ცოტა კრიტიკულიც არის როგორც ჩანს. ძალიან კარგ ფორმაშია. ყვება არისო ნორმალური დედაო, მოპყრობაც კარგი. დამოკიდებულება მათ მიმართ კი, კარგიაო. საკანში ამეცადინებს ინგლისურს ასწავლის ბიჭებს, კიდე ვიღაცა ყოფილა პროფესორი ლექციებს გვიკითხავსო და დადებიც გამოვიტან აქედან ყველაფერსო. რა ხვედრიც გვარგუნა ღმერთმაო, ასეთ მითხრა, მე მაგისთვის მზად ვიყავიო. მართლა განსაკუთრებული ბიჭია ზვიადი, მართლა ძალიან კარგი და განსაკუთრებული ახალგაზრდა არის და რას ეტყოდით ზვიადს, ქალბატონ ნარგის და რას ეტყოდით ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ხალხს თუნდაც. აი ზვიადს რა უნდა უთხრა, იქეთ მასწავლის, იქეთ მარიგებს შუა სიმართლე გითხრა, ზვიადს ვერაფერს ვერ ვეუბნები, ერთ-ერთი ზვიადი ის არის, რომ ხანდახან ემოციები რომ მომაწვება ხან ვიტირებ, ამან არა განერვიულოს. ხალხს რას ვეტყოდი და ძალიან ბრმა რო ვიყავი და დავინახეთ თქვენც დაინახეთ სიმართლე. და ვანერვიული ერთი პერიოდი ზვიადი და ნანობ ძალიან. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მქონდა, მაგრამ მე მალევე მივხვდი, იმიტომ რომ კარგად ამიხსნა ზვიადმა და დიდი დრო არ დამჭირვებია. ამიტომ თქვენც დაუჯერეთ თქვენ შვილებს და პოლიტიკოს ეგრეთ წოდებულ თავრობას ვეძახი უკვე. ნუ ხართ დაყურებული, გაიგონეთ დედების ხმა და ეს ახალგაზრდები დააბრუნეთ აუდიტორიაში განაგრძონ სწავლა-განათლება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი შვილი გაუზარდეთ თქვენ და ბატონმა ზურაბმა ამ ქვეყანას. ზვიადს რა თქმა უნდა და ყველა რეჟიმის პატიმარს ჩვენ შვილებს უსურვებ მალე თავისუფლებაზე გამოსვლას და მე ძალიან დიდი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად დაბრუნდება იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპული გზა და გახდება ევროპის ოჯახის წევრი. მით უმეტეს ჩვენი თაობა ისეთი წამოვიდა დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა. ამათ რა გააჩერებთ? აი რომ მივდივარ და ვუყურებ იმ ახალგაზრდებს. დედა ჯერ ხო ისეც მიყვარდა და მიყვარს. ახლა გაორმაგებული იმით ვარ ენთუზიაზმით და ესე რა მგონია იცი იქ რომ მივალ ბავშვებთან მგონია რომ ჩემი ზვიადი იქ არის.